გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა ყველას, გამარჯობა. კი მარიამი შემეხმიანა, რა თქმა უნდა. ბექა, ვინც მოვიდა გაუმარჯოს, მეგობრებო. ეხლა რა მინდა იცით გთხოვოთ, დღეს მარიამისთვის არის ყველაზე რთული პარასკევი. მეოთხეთ არის აუთსაიდერი, მაგრამ გეტყვით, რომ დღეს არის მარიამისთვის ყველაზე რთული აუთსაიდერობა, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ეს ადამიანი არის საერთოდ მარტო. იმიტომ რომ ნახეთ, რომ ყველა რაღაცა თავის მიზნების მიღწევისთვის რაღაცებს ჩალიჩობს ჰაუსში, ყველა რაღაცას პროვოკატორობს, ყველა რაღაცა ვინც თამაშობს, ყველაზე რო ვამბობ, ეხლა ჯავახას არ გულისხმობ, ხახნო არ გადამრიოთ ეხლა. წავლენ ეხლა ამ ვიდეოს წაიღებენ და არიქა ჯავახაც არა, ხახნო ჯავახა ძალიან კარგი ბიჭია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან, თუმცა ეგ მაგათი გადასაწყვეტია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან ჯავახა და მარიამი. მოკლედ, რის თქმა მინდა, მეგობრებო, დღეს არის მეღირსათმის მოწესრიგება. მეგობრებო, დღეს არის მარიამისთვის ყველაზე რთული პერიოდი, რაც გულისხმობ ამაში. ანუ ბოლო დღეებიდან გამომდინარე, თქვენ ნახეთ, როგორ ვაიმე არ ვიცი ხახნო, აი ეგეთი ზეწოლა და ეგეთი სტრესი ვინმეზე მიდიოდეს. ჩემ დროს მაგალითად მე რო ვიყავი ჰაუსში, ესეთი ჯოჯოხეთი არ ხდებოდა. ხა პირდაპირ გეტყვით, აი ესეთი ჯოჯოხეთი არ ხდებოდა. იყო რა თქმა უნდა ბონდო, იყო ლორენცო, ხა თავის ბონდო და ლორენცო ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს ამ ჩხუბებში, იმიტომ რომ ორივე თანაბარი ნეგატივის მქონე ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, ხა ლორენცო არ შეედრება ბონდოს სხვა რაღაცებში, მაგრამ მოკლედ რის თქმა მინდა. ბაზისი ხოდა რის თქმა მინდა. გამარჯობა მეგობრებო. მარიამისთვის არის ურთულესი პარასკევი, ურთულესი პერიოდია და მისთვის ეს აუთსაიდერობა მეოთხეთ არის აუთსაიდერი, მაგრამ ეხლა არის ყველაზე რთული მისთვის, იმიტომ რომ არის ძალიან მარტოსული, ძალიან დასტრესილი, არის ძალიან, ასე ვთქვათ, როგორ სევდიანი და ასე შემდეგ და შესაბამისად ახლა თუ შევხედავთ მის კონკურენტებს, ვინც ის მასთან ერთად ლორენცოზე და ლელუზე მაქვს საუბარი, ხო, აქ საერთოდ არც განიხილება ის რომ რომელიმე მარიამს აჯობოს, აი არც განიხილება ერთი წუთითაც არ იფიქროთ ხალხო, რომ რომელიმე მარიამს დაუდგება კონკურენტად, არ ვიცი ხო, SMS-ებით ვინ როგორ რას მოიგებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩემთვის აი ესეთი კოლექტიური ადამიანის ჩაქოლა მინდა გითხრათ. ახლა ზოგი ერთებს ხა სამი მუზას გასაგონად ვამბობ ხალხო, მაგათ ვერ წარმოუდგენიათ თუ პროექტში არ ხარ და თუ რაღაცა შენი მიზნები არ გამოძრავებს, როგორ უნდა დაუდგე ადამიანს გვერდით. არა ჩემოკარგება, ხა მე არანაირი პროექტში გამარჯვების მიზნები არ მაქვს, გარეთო არაგერ უკვე ერთი თვეა გულშემატკივრობ მარიამს და ჩემ აზრს არ შევიცვლი. მაგიდა კი არა, რაც არ უნდა აუყირაოს ლორენცოს და ასე შემდეგ. გამარჯობა მეგობრებო. მე დიდი იმედი მაქვს, ახლა კიდევ გეტყვით, რომ პირადი ურთიერთობა, სასიყვარულო ურთიერთობა, რომანტიული ურთიერთობა არის ამ ორი ადამიანის საქმე და მე ვერაფრით ვერ ვიტყვი იმას, რომ რა ჯობია მათთვის. არ ვიცი, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ მე როგორც თქვენნაირი გულშემატკივარი და მარიამის დიდი გულშემატკივარი და ჯავახას გულშემატკივარი, ხახნო ჯავახასაც გულშემატკივრობ, არ იფიქროთ რომ მე ჯავახას არ გულშემატკივრობ. ჯავახას გულშემატკივარი ვარ, მინდა
მინდა და გამეხარდებოდა მათი ერთად ყოფნა, მინდა და გამეხარდებოდა რომ დამთავრდება ეს პროექტი პარიზში წავიდნენ და იქიდან გაგვახარონ და იქიდან ვუყურო ბედნიერ წყვილს. რა ვიცი როგორ გითხრათ აბა მეგობრებო, ძალიან დიდი მედი მაქვს რომ ესენი შერიგდებიან და რა ვიცი, ჩემი პროგნოზი არის, ვისაც გაინტერესებთ, ჩემი აზრი არაფერს არ ვამტკიცებ და არავის არაფერს არ ვახვევ, მაგრამ მე მგონია, რომ ჯავახა ზურგს არ შეაქცევს დღეს იქნება ესე ვთქვათ შერიგება. მე არ მგონია რომ დაშორდნენ, მე მგონია რომ უბრალოდ არიან რაღაცა წყვილებში რო არიან ხოლმე, ხო იცით ცოტა გაბრაზებულები თუ გაბუტულებივით თუ რაღაც მოკლედ. ზოგადად ჯავახას ახასიათებს გაბუტვა რაღაცა, ჩემზეც რაღაცებზე რომ გაბრაზა, გამებუტა ერთი ცოტა ხანი, მერე შემირიგდა. ზოგადად ჯავახა ბუტია ბავშვია, მაგრამ ეს მოსდის მას გულწრფელობით და კაი ადამიანობით და არა რაღაცა ისეთი მოდი ხო მე ლორენცო ბრაც გააკეთა ხო მეგობრებო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მარიამი დღესაც დაინახავს მხარდაჭერას, მარიამი დღესაც იქნება ჩვენს გვერდით და რა ვიცი რა გითხრათ ხალხო ახლა ეს როს ხედან, ანუ ღამის ჭორაობებში ისევ ჩემი ხსენება რაც ხდება მუზებსა და ლელუს შორის, ჩემო კარგო, მე რო გარეთ გამოვალ, პროექტში აღარ ვარ. რა შენი საქმეა მუზებს მიუმართავ და ლელუს? რა შენი საქმეა მე ვიზე ვილაპარაკებ? რას ვილაპარაკებ, როგორ ვილაპარაკებ, რა ვიდეოს ჩავწერ, კატას რამდენჯერ დავვარცხნი და მოვეფერები, სად წავალ, სად წამოვალ, რა ვიცი, რა შენი საქმეა? არავინ არ ხარ რომ ვინმეს რამე მიუთითო, ეს სამი მუზას გასაგონათ, იმიტომ რომ რელო მუზების კანდიდატ არ განსხვავდება. უფრო მეტი კერატინი აქვს მუზებისგან განსხვავებით თმაზე გაკეთებული, თორე დიდი სხვაობა მაგათში არ არის. მარიამს რაც შეეხება ხალხს, რომ მარიამს ვესაუბრე მიმოწერაში, რა თქმა უნდა, და არის ძალიან სევდიანი, ძალიან დათრგუნული, ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მარიამი ყველა მონაწილისგან განსხვავებით არის ყველაზე მეტად გულწრფელი და ყველაზე მეტად, როგორ გითხრათ, დიდი მადლობა ხალხო გულებისთვის, ძალიან დიდი მადლობა გულებს რომ იგზავნით, ჩათვალეთ რომ მგონია რომ მარიამს უგზავნით SMS-ებს. არ დაგავიწყდეთ რომ მარიამს უნდა დაუმესიჯოთ, არ დაგავიწყდეთ რომ მარიამს უნდა უგულშემატკივროთ. პირადში ვინც მწერთ ხალხო ვიდეოებს, ვინც დღეს არ არის სტრიმი და დღეს არ არის ეს რა ვქნა ხო სტრიმი, მაგრამ მე ძალიან მიხარია ხოლმე რომ თუ რამე საინტერესო ხდება პირველ რიგში მე მიგზავნით ამოჭრით ვიდეოებს და მე მიგზავნით ხოლმე. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ესე რა ვიცი არ გძინავთ დღე და ღამე და სულ რაღაცებს მწერთ ხოლმე. ეხლა მე ცოტა ხანი აღარ მომწეროთ არაფერი, ჩაუჯექით მესენჯერს, ჩაუჯექით ჰაუსის ოფიციალურ გვერდს და დავუმესიჯოთ მარიამს მეგობრებო. მარიამს აუცილებლად მივწერე და კიდე მივწერთ თქვენ რომ ესე ძალიან დიდი გულშემატკივრები ხართ. ძალიან მიხარია რომ ესეთი რა ვიცი მარიამი ხალხო არაკეთებს არაფერს კამერებთან ესე რა სპეციალური დაყენებული იმებით, ხმებით და მზერებით და რაღაცეებით, ხო? არაკეთებს აფერისტობას იმისთვის, რომ გარეთ უფრო მეტი გულშემატკივარი და გარეთ უფრო მეტი ხალხი მოიზიდოს თუ რაღაცა, როგორიც არის, ეგეთი არის. კი, არა, ხა კიდე დამიწერთ, რომ შენ ეთანხმები მარიამის ქცევას? ძალიან ბევრ ქცევას არ ვეთანხმები მარიამისას კი არა, ჩემსაც შეიძლება მეც არ მომეწონოს რაღაცა ისე გავაკეთო, მაგრამ იცით რა არის მორალის პოლიცია, რომ ვაიმე, ის არასწორია, ის სწორია, მოდი დამისახელეთ ჰაუსში ადამიანი, რომელიც სულ სწორია.
და ამისახელეთ ადამიანი თუ გინდა თქვენი გულშემატკივარი, თქვენი ყავით ამ ადამიანის გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის სწორი იქნება. რატო უნდა იყოს სწორი მარიამი ლორენცოსთან, რომელმაც ესეთი საშინელება გაუკეთა? ჯავახა რატო უნდა იყოს ყოველთვის სწორი ლორენცოსთან? ხალხო, რატო უნდა იყოს ჯავახა სწორი მუზებთან, რომლებმაც, რა ვიცი, ლამის არის გააუპატიურეს. ეს ბიჭი შეუვარდა იმაში, რა ქვია, ოთახში და გინდა თუ არა, მე მოგწონვა, რომ იმას შვებოდა, რა ქვია, აჯაჯგურებდა და იმას შვებოდა, რა, აი ეს ნორმალურია ხალხო, რანაირად არის ეს ნორმალური? ჯავახაძე ძალიან დიდი ზეწოლა მიდიოდა წინა დღეებშიც კატას გაჩვენებთ აუცილებლად ახლა აქ ამოძრა. ხო, ძალიან დიდი ზეწოლა მიდიოდა ჯავახაზე წინა დღეებში, სადაც ჯავახას გაშაბე არ გადაგავიწყდეთ, რომ ეს სახეებით რო შედან და მე რომ იკრძალავენ ლაპარაკს ეს სამი მუზა, ორი მუზა და რელუზე მაქვს საუბარი. ხო, არ დაგავიწყდეთ ჯავახაზე, რომელსაც ძალიან ემეგობრებოდნენ, არა კაცი, ქალზე მოძალადე და რა აღარ ეძახეს. სამი მუზასთან მაქვს საუბარი, რატო ეძახით ადამიანს, ვისანაც მეგობრობდით და ვისანაც ახლა ვითომ ძალიან გული შეგტკივათ და ვითომ ჯავახას ის გინდათ ხოლმე. ხალხო, ჯერჯერობით მესიჯებს ვერ წავიკითხავ, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ძალიან აღელვებული, ხა უნდა გავიდე გარეთ და დიდი დრო არ მაქვს. ამიტომ უცებ გეტყვით, რაც არის საჭირო. საჭირო არის ის, რომ ხა კიდე დამიწერეთ, ძალიან გთხოვთ რა. შედებით ისაქმე არა გბიტიშაქმი ოროგო, გბიტიშაქმი ოროგო, ისო. კი მეგობრებო, საქმეებიც მაქვს, გულშემატკივარიც ვარ, მაყურებელიც ვარ, ჩვეულებრივ როგორც თქვენ უყურებთ რაღაც გადაცემებს, რომელიც მოგწონთ, გაინტერესებთ, რა ვიცი, მარიამი რო გავარდეს, მე აღარ ვუყურებ, იმიტომ რომ ვის უნდა გულშემატკივრო, რამ უნდა დამაინტერესოს იქ. ბოლო გადაცემას ვუყურებ, რომ გავიგო, ისიც თქვენ რო ჩამიგდებთ, რომ გავიგო, ვინ გაიმარჯვა, თორე მარიამი რო გავარდეს, ხალხო, ვის უნდა უყურო, ახლა იქ იმების, რა ქვია, მუზების გულის პრანჭოებს, იქ ლელუს იმებს, რა ქვია, გველობებს თუ რას უნდა უყურო, მათ მე ვერ წარმოვიდგენი, ახლა ვისაც გინდათ რა უყურეთ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში თუ ვინმეს არ გულშემატკივრებ, ეს ეყურება დიდად არ მიზიდავს. ასევე იყო წინა სეზონები რატო არ გაქვს ნანახიო და იმიტომ არ მაქვს ნანახი, რომ ჯერ ერთი მე არ ვიყავი მონაწილე, ამ სეზონში ვიყავი მონაწილე და მაგიტომ მაინტერესებდა ეს ჰაუსი, მაგიტომ ვუყურებ, მე რო არ ყოფილიყავი მონაწილე, არ ვიცი, ხლა შეიძლება წინა სეზონში ბევრად საინტერესო სეზონები იყო და ბევრად საინტერესო მონაწილეები იყო, ხალხო, არ მაგაზე თავს არ დავდებ, ხა რაღაცა შორტებს და რაღაცებს რომ მიგზავნით ხოლმე სასაცილოებს, ძალიან ხალისობ. ეხლა იგივე ის ყვავილები რო გადააყარა იმ ბიჭმა მეორეს, ხო? აი ძალიან სახალისო ისინი იყო, რამოდენიმე პერსონაჟი მომეწონა კიდეც, მაგრამ ხო გეუბნებით, არც ერთიც არ ვუყურებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მე არ ვიყავი, მეორე ჩემი არც ერთი ნაცნობი არ იყო და რო არ ვიცოდე, ეხლა შიგნიდან ყველა როგორია, ყველა რო არ ვიცოდე შიგნიდან როგორია, მე ესენი ალბათ გარედან ვერაფერს ვერ გავიგებდი, იმიტომ რომ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად პროდაქშენთან, ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად ძალიან დიდი გუნდი მუშაობს ხალხო იქ პროფესიონალების და მეცაც გეტყვით, ახლა იქ არანაირი ფულის ინტერესი არ არის, ფინანსური, ისინი მუშაობენ, იმიტომ რომ თავისი საქმე უყვარს და ძალიან ბევრი წელია თავის საქმეს აკეთებენ და ძალიან მაგრები არიან ხალხო, მაგრამ იმის მიხედვით ხა როგორ წარმოაჩენენ და რას როგორ აჩვენებენ, ეს რა თქმა უნდა მაგათ ხელშია. ეს ერთი, მეორე, მე ყველა მაყურებელზე მეტი ვიცი იმ კუთხით, რომ ყველას ვიცნობ პირადად. ახლა ანასტასია მერე გავიცანი და თვითონ ჰაუსში მე ანასტასიას და ლაშას დროს არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძირითადი კასტი ვინც არის, მე ვიცი ყველანი თავიდან როგორ იყვნენ და მე როგორები გახდნენ. ძალიან კარგად ვიცი ეგენი ყველა და შესაბამისად ახლა არც ერთი გულშემატკივრობის ღირსი რო არ არის აქედან მარიამის გარდა, მაგას ვამბობ, რა ვიცი, რამდენი ხანია. თქვენ რა თქმა უნდა ვინც კიდათ იმას უგულშემატკივრებთ, კაცო, მე ძალიან კარგად მესმის, რომ რომელიღაცა ადამიანთან შეგიძლია უფრო მეტი სიმპათიებით იყო მონაწილესთან, მასეც არის შოუ, ხო, მასეც უნდა იყოს სწორია მან ყველაფერი.
უბრალოდ რა ვიცი, მე როგორც ჩემ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, მაგას გიზიარებთ ხოლმე და მე ჩემს ხედვებს გიზიარებთ ხოლმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხლა ის სამი მუზა რო გამოხტეს ამდენიც უნდა კაცო რაც უნდა ელაპარაკონ, მაგრამ სამი მუზას გასაგონათობებ, თქვენი საქმე არ არის მე რაზე ვილაპარაკებ. თქვენ არ შეგეკითხებით, მე ხა გარეთ ვიქნები თუ შიგნით ვიქნები, რაზე ვილაპარაკო. ასე რომ მეგობრებო, ვიმესიჯებთ მარიამს, ვიმესიჯებთ, გულშემატკივრობთ მარიამს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, რატომაც ჩავრთ ახლა ლაივი, საერთოდ არ ცალია კაცო, დღეს ბევრი რაღაცები მაქვს მოსაწრები, მაგრამ ხალხნო დღეს ყველაზე მეტად მარიამს ჭირდება გვერდში დგომა და დღეს ყველაზე მეტად ჭირდება მარიამს დახმარება. ძალიან ისეთი გულწრფელი და გულჩვილი ადამიანია ხალხო, გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ ისიც კი არის ძალიან მებრძოლი თამამი, თავის სიტყვას რო იტყვის და გაიტანს და ასე შემდეგ, ვერ დავუკარგავთ. ამას მეგობრებო, ძალიან მაგარი გოგოა, ხასიათი აქვს, მაგიტომაც არის ესეთი აქამდე მოვიდა, ესეთი სუბრძოლით მოვიდა ხალხო, არასდროს არ ყოფილა, არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ მარიამთან არ ყოფილიყო შეტევა. თქვენ წარმოიდგინეთ, მეოთხეთ არის ხო 4 კვირა, ანუ ერთი თვე წარმოიდგინეთ, სულ მაგ სტრესში, არ ვიცი რანაირად უძლებს, ეხლა თუ მესმოდეს და თუ ვგებულობდი მარიამი რანაირად უძლებს, ეხლა ჩემი შვილი რო იყოს, ვეთყოდი რომ ვაიმე გამოდი მეთქი, ეხლა მან რა გინდა თქო, მაგრამ რადგან ვიცი მარიამის ხასიათი და რადგან ვიცი რომ ეს მისთვის არის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ხალხნო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მისთვის, იმიტომ რომ რა ვიცი ხა ამდენი ხანი მოდის ესე თქვენი გულშემატკივრობით, თქვენი ძალიან დიდი მადლობა ხალხო გულებისთვის, კარგად ვერ კითხულობ, ეხლა ისე განათება ისე ურტყავს, რომ ვერ ვკითხულობ შესაბამისად. მინდა რომ ჯერ ჩემი სათქმელი გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, მოკლედ რას ვამბობდი, ხო, არ ვიცი, ახლა ვინ კითხავთ, ბიჭო, თქვენ ჩამიგდეთ ისევ ეს ვიდეოები, ერთ წვანა, ანუ ძილის წინ, ეს წამოწოლილები, ეს სამი მუზა და ლაპარაკობენ, ვაიმე, გვაცაც გაიგე რა უთქვია, ხო, რა შერი საქმეა მე რა მithქვია, კაცო. სამი მუზა რატო აძლევს თავს იმის უფლებას, რომ მე განმისაზღვროს რა ვილაპარაკო, როგორ ვილაპარაკო და ასე შემდეგ, არ ვიცი, მოკლედ. ლორენცოს მე გულშემატკივრობდი ბონდოსთან დრო იყო, რა თქმა უნდა, სკამზე. თქვენ გახსოვთ ალბათ ეგ დრო ბონდოსთან რო იყო სკამზე და ბონდო, რა თქმა უნდა, ლორენცო მე კიდე ხვანაირად გამოვლინა თავისთავად, მაგრამ ხალხო ბონდოს ლორენცო ჯობდა. ეხლა ჯობია ბონდოს ლორენცო, იმიტომ რომ ლორენცო კიდე სხვანაირი, ანუ ეს ხო პროვოკატორია და ეს ხო რაცა მანიპულატორია და თვითონ ბონდო არის თავიდან ბოლომდე შური ბოღმა და ბოროტება. მოკლედ მეგობრებო, ეხლა 300 ადამიანამდე მიყურებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქედან უმეტესობა ხართ მარიამის გულშემატკივარი, არ ვიცი ხა აქ ვინ შემოდიხართ ხოლმე, იცით რომ მე მარიამის გულშემატკივარი ვარ და იცით რომ მე მარიამს ვუჭერ მხარს, შესაბამისად ხა თუ გაღიზიანებთ ეს მოწოდებები, შეგიძლიათ შესაბამისად რას ვამბობდი კიდე, მოკლედ მეგობრებო, არ ვიცი, ამ 300 ადამიანიდან ალბათ უმეტესობა ხართ მარიამის გულშემატკივარი, არ ვიცი თუ მარიამის გულშემატკივარი არ ხართ, გახდით. შესაბამისად მარიამს ახლა ძალიან ბევრი საკუთრებითი ძალიან ცუდ ხასიათია, არის ძალიან სევდიანი, დათრგუნული და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხო, როცა ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს, მაშინ უნდა დაუდგით გვერდით, ეს ერთი, მეორე, მარიამი უფრო მეტად აუთსაიდერობაზე მეტად არის დათრგუნული და დასტრესილი, იმიტომ რომ ჯავახასთან აქვს ესეთი გართულებული ურთიერთობა, ამიტომ ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი აზრია, რომ ესენი მალე შერიგდებიან,
არიან, ჩემი აზრია, რომ ესენი შეგდებიან და პარიზში სწავლენ ერთად და გაგვახარებენ და იქიდან რასთორებს დადებენ და რა მაგარ ვიდეოებს ხო წარმოგიდგენიათ ხალხნო. ხო და რა ვიცი ხა თქვენი ნება ვინც მაგათში ხალხნო ფეიქ წყვილს ხედავთ, ანუ როგორ ინერვიულეს თუნდაც ამ ამბავზე, როგორ იყვნენ ერთმანეთისთვის, როგორ იყვნენ შეხმატკბილებულები ერთად, როგორ ემოციებს გამოხატავდნენ და რაღაც და ზუსტად ეს შესევა მაგათგან ფეიქ წყვილი ხარ, ზუსტად ეგ იყო, რომ ესენი ჩამოეშალა, ანუ გაენადგურებინათ მორალურად, ძალიან ცუდად ეკრძნოთ ამათ თავი და ამის ხარჯზე თვითონ დაიწერო მკვლები ხალხო, აი ეგეთი ფსკერი თუ გამეგოს როდესმე რამე. ანუ ადამიანი კი არა და ადამიანები მუზებზე და ლელუზე მაქვს საუბარი შეყვარებულების დაშორება უნდათ, იმიტომ რომ თვითონ უფრო ადვილად მოიგონ და ეს ადამიანი მეუბნებია რომ შენო გარეთ რო გახვიდიო რეებს ლაპარაკობო. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო თქვენ ბოროტებას და თქვენს მავნებლობას ვერ გადაუფარებ ბერას დროს კიდე 10 ამდენი რო ვიცხოვრო მე მგონი დედავიწაზე რა. სამი მუზასთან მაქვს შეკითხვა, ანუ შეყვარებულებს აშორებთ ერთმანეთს და ბიჭს მოძალადეს და იმას ეძახით, რა ქვია, არაკაც, იმიტომ რომ თქვენ უფრო მეტად გაიმარჯვოთ ხალხო, აი რა სინდისზე, ნამუსზე და რა ტაშფანდურზე და რა სიმღერებზეა საუბარი აქ. რაზე უნდა იმღერო, ანუ სიყვარულზე როგორ უნდა იმღეროს ახლა მუზამ და საერთოდ რამე ხმა როგორ უნდა მოიყოს ლელუმ, როცა შეყვარებულები დააშორეს, იმიტომ რომ თვითონ უფრო კარგად მოიგონ პროექტი. ანუ ეგეთი რაღაც ხალხო, აი რა ვიცი, ვინმე არის, ვინც ვერ ამჩნევს ამას. ესეთი ადამიანები გამოდიან და გვანცაო რაზე ლაპარაკობსო გარეთო, რა შენი საქმე მე რაზე ვილაპარაკებ, შენ რასაც აკეთებ. თქვენ რასაც აკეთებთ ამ სამ ადამიანზე მაქვს საუბარი, ანუ ლელუზე და მუზებზე. იმიტომ რომ თქვენ პროექტში უფრო წინ წახვიდეთ, მაგისთვის ჯავახას და მარიამს რა გაუკეთეთ. ამიტომ რა ვიცი ახლა მეგობრებო, დიდი იმედი მაქვს ერთი წუთით, ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, ახლა ერთი წამით დაუბრუნდები ძალიან მალე. Bam. Da pauzების ხილაკს პაუზ ლაივი აგერ არის. დაგიბრუნდით, ტელეფონი მიჭდებოდა შევაერთე და ისე მოგესალმებით მეგობრებო და რას ვამბობდით, ხო ეს შრამი მაქვს ესეთი, ხედვი გამეჭრა, მაგ მოვწერეთ, ახლა ვკითხეთ და ზუსტად მაგას ვამბობდი მეგობრებო, რომ არ ვიცი ახლა რამდენად რეალურია რომ მარიამი არ გახდეს ხმის ლიდერი, ვერ ვიჭერებ, იმიტომ რომ აბა ვინ უნდა გახდეს თუ არა მარიამი, ხალხო, მარიამი რო არ გახდეს, აბა ვინ უნდა გახდეს ხმის ლიდერი, არ გადამრიოთ. მარიამის გულშემატკივრებს ყველას გაფოლოვებთ მეგობრებო, უბრალოდ ვერიდები ხოლმე რომ დავაფოლოვო ბევრი ყალბი პროფაილი, ყალბი არის არც ერთი
follow-ერი, არც ერთი პოსტი, არც სახელი, არც გვარი არავინ და უბრალოდ აწერიათ მაგალითად მარიამი დეჯავახა და არც ერთი follow-ერი არ ყავს, არც ერთი პოსტი არ აქვს და არ ვიცი ვინ არის და შეიძლება რა ვიცი, იქნებ ლელუს სახარ რა გვია და მუზების ფანი, რა ვიცი მოკლედ. ვერიდები ხოლმე აი ესეთ ერთ follow-ერიან ან არც ერთ follow-ერიან იუზერების დაფოლოვებას, იმიტომ რომ გორია რომ ყალბებია და ასე შემდეგ და საერთოდ სახელი რო არ აწერია და რაღაცა სიმბოლოა და ული ყვავილი ვარსკვლავი და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო იმას რომ ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის ეხლა რომ ხედავ რომ გულები ამოდის და რაღაცებს ჩუქნით ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ვწნობ რომ რაღაცა მხარდაჭერა არის შესაბამისად სად არის ჩემი თიკო მოდერატორი თიკო მოდერატორი სად არის როგორ მივწერო თიკო მოდერატორს შემოდი თიკო შემოდი ვის გინდათ მაიალაბარ შერიგდე და ბარიამს ვლაპარაკე არ შერიგებულან ჯერჯერობით ანუ მე მგონია რომ ესენი არიან უბრალოდ ან წყვილებმა რო იციან ხოლმე ხო იცი დაშორება კი არა გაბუდვა მე მგონია რომ ეს ესია და არ დაშორებულან და დიდი იმედი მაქვს რომ შერიგდებიან და ერთად სწავლენ პარიზში შესაბამისად ეხა ამდენი ადამიანი ხალხნო ჩაკეტილ სივრცეში ებრძვის ორ ადამიანს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ყველა მარიამს ჯავახაც მოსაშორებელი ყავთ, რა თქმა უნდა, ჯავახაც მათთვის არის ძლიერი კონკურენტი, მაგრამ უფრო მეტად არიან გადასულები მარიამის დაჰეითებაზე, იმიტომ რომ ვერ აიტანეს. ხალხო ლორენცომ რაც გააკეთა, ეს რა იყო? ლორენცოს ქმედება იყო მიზნობრივად იქითკენ, რომ ეხლა მაგას მარიამი კი არ აინტერესებდა. მაგას უნდოდა მარიამის და ჯავახას წყვილის დაშლა, იმიტომ რომ თვითონ უნდა მოგება, მაგრამ ნახეთ, არაფერი იმაში ცუდი არ არის, რომ მოგება გინდოდეს და მოგებისთვის რაღაცებს აკეთებდნენ. საქმე იმაშია, რომ თიკა, გამარჯობა, თიკა. საქმე იმაშია, რომ რას გააკეთებ ამ მოგებისთვის? მოგებისთვის ადამიანს არაკაც რო ეძახი და ქალზე მოძალადეს და პირიქით ქალის დამცველი რო არის, ორ მუზაზე და ლელუზე აქვს საუბარი, ხო? და მანამდე რო მეგობრობას და ძმაოს ეფიცებოდი, ხო? ანუ სხვაობა არის ორ დღეში თუ რაღაცა. რო დაინახე რომ შეყვარებულია, ბედნიერია ეს ადამიანი და რაღაცა დაანებე თავი, რას შეუვარდი ქოთახში და გინდა თუ არა შენო ყვავილი გამირჭეო თამაშო და მე მოგწონდიო. სურო ეფლირტავებოდეს და სხვა მოწონდეს. ეხლა ამბობს რომ ეს ადამიანი მომწონს. ეხლა აქ დამისახელეთ ვინმე ბიჭი გეუბნებოდეთ რომ მე ვიღაცამ მომწონს არ აქვს მნიშვნელობა და ვიღაცა მიყვარსო, ხო? მთელი ლაივზე და ყველას გასაგონად დაიყვირა ბოლო ხმაზე ამ ბიჭმა რომ მარიამი მიყვარსო. ლაივის მერე შეუარდა ეს დიანა, უთავმოყვარეო ადამიანი რო არის. შეუარდა და გინდა თუ არა შენ მე მოგწონვარო. ადამიანი ეუბნებოდა ძალიან კორექტულად და მაქსიმალურად ის თავდაცვის ფუნქციით რომ არაო მარიამი მომწონს შენ რო საიდან მოიტანა არაო მაშინო ესე რაღაცას რო თამაშობდითო ესე გამომხედო რაღაც აბსურდულ რაღაცებს ანუ ხალხნო სურო თამაში იყოს აი ესეთი რაღაცა რატო უნდა გადააბიჯო შენ თავს და რატო უნდა მიადგე ბიჭს რო გინდა თუ არა მე მოგწონვარ ლაივზე ყველას გასაგონად ყვიროდა ეს ბიჭი რომ არა მარიამი მიყვარსო და შეუარდა ეს დიანა და ანუ არ ვიცი ხალხო ეს არ ვიცი თქვენ თვლით რომ ეს რა ნორმალურია და ეს ადამიანი მეჭკუას მარიგებს რომ შენ რატო ლაპარაკობ უგაროთ ხალხო welcome სექტა რომელიც ფიქრობს რომ მე მეტი საქმე არ მაქვს და სულ ამას მობრძანდით თქვენ ხარ შეხედავ მისვლას კი რა თქმა უნდა თიკა ხო და რაში ახლა საქმე არის იმაში რომ რატოაც ჩავთ ეს ლაივი არის ის რომ ხალხო აი დღეს არის ყველაზე რთული ლაივი მარიამისთვის და ყველაზე მეტად ახლა ჭირდება მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჭირდება ახლა მხარდაჭერა და რაც შეეხება იმას რომ ჯავახა შეურიგდება თუ არა არ ვიცი მეგობრებო მარიამ და პირადი ურთიერთობები
და შეყვარებულები და წყვილები ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ თავიანთი გადასაწყვეტია შერიგდებიან თუ არა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შერიგდებიან. მე მინდა რომ შერიგდნენ, მაგრამ მე ვინ მეკითხება, ხო? ამიტომ შესაბამისად თიკა მარიამზე ვინც დაწერს ცუდს თუ შეიძლება რომ დაუბლოკოთ ცუდის წერაში გულისხმობ უცენზურო რაღაცებს. შესაბამისად მეგობრებო, ვერ გეტყვით ახლა რამდენად არ ვიცი მოკლედ რა მეტი რა აი ლორენცოს და ლელუს გულშემატკივრებთან მაქვს თუ არის მოკლედ აქ ვინმე ლორენცოს და ლელუს გულშემატკივარი ძალიან მაინტერესებს რამდენად მოგწონთ თქვენი ესე ვთქვათ აი ამ ჰაუსელის კი არა და პერსონაჟის გულშემატკივრად არ ვიცი რა ქვია მაგათი ქცევა იქიდან მიმართებაში რომ იმისთვის რომ დარჩნენ ჰაუსში ყველაფერს აკეთებენ მაგისთვის კითხავ არ ვიცი ნია ლელუს ყოფილი გულშემატკივარი ვარ რატო გახდი ყოფილი ნია აბა რატო გახდი ყოფილი ლორენცოს მეგობრებო ფხიზელ მარიამთან არასდროს არაფერი არ გამოუვიდა რა თქმა უნდა იქ ფლირტიც ცადა ისიც ცადა ესეც ცადა და გაუშვა სადაც საჭირო მარიამმა არაერთხელ ის მაგიდა რომ აუყირავა ხახნო არანაირ მაგიდის აყირავებას მე არ ვემხრობი და რაღაც მაგრამ ეს იყო ბრაზი ზიზღი და უკიდურესი ამაზრზენი ქცევიდან გამომდინარე ლორენცოს მხრიდან ხო და რამდენიმეჯერ რომ გაუშვა მარიამმა ფხიზელზეც და ნასვამი მარიამიც მაგას ამბობდა რომ ჯავახა მიყვარს ხახრო აი დააკვირდი ნასვამი მარიამიც მაგას ამბობდა რომ ჯავახა მიყვარსო და ეს კამი რო არ მოეწია ეგრე ახლოს ის მარიამი 100 წელი მაგასთან ახლოს არ მივიდო და უბრალოდ რომ არ გერგება არ უნდა დალია მით უმეტეს გვანცა გეთანხმები ლონს გვანცა გეთანხმები მე ჩემგან ვერასოდეს ვერ გაიგებთ ხალხ რომ ისეთ არარეალურ ფრაზებს როგორიც არის რომ მარიამი არის იდეალური ადამიანი არასდროს არაფერი არ შეშლია მოდი ყველაფერში გავამართლოთ და ასე შემდეგ ჩემგან ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ და არასდროს არ მithქვამს რომ მარიამის ყველაფერი არის იდეალური მარიამი არის იდეალურად მართალი ყველაფერში ხალხო მე ამას არასდროს არ ვამბობ მაგრამ მარიამი არასდროს არ კადრულობს ისეთ რაღაცებს რასაც თუნდაც ის სამი მუზა კადრულობს აი არასოდეს მაგას არ იკადრებს კახა დიდი მადლობა ანასტასია რო დავწერე ლორენცოს რატო ადგა და ეგ არ ვიცი მაგაზე მე პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ იყო ნასვამი იმიტომ რომ არ იყო სახგონებაზე იმიტომ რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში ხალხო საინტერესო აი და ასე შემდეგ ლორენცოს ეს ქმედება იყო მარიამის რეპუტაციისკენ ცალკე მიმართული და იყო ასევე ჯავახასკენ ჯავახას ორი მუზა არ შემშლია სამი მუზას ვეძახი მუზას და ლელუს ერთად სამივეს მაგათ ვეძახი სამი მუზას არ შემშლია მეგობრებო ორი მუზა კი არა და სამი მუზა იმიტომ რომ ლელუსაც მოიხსენიებ ხოლმე სამი მუზაში კატა ერთი მყავს ხალხნო ერთი კატა მყავს ეხლა მივდივარ მე ვარჯიშზე მეგობრებო და ან შეიძლება ხვალ წავიდე და კეთი ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო არ ვიცი მეც საკმაოდ აღელვებული ვარ მარიამის ეგ მდგომარეობა არის ძალიან ისეთი რა ვიცი ხალხო როგორ გითხრათ აი ძალიან წუხვარო ბევრმა ბოროტმა ადამიანმა თავისი გაიტანა ეს მართლა ხوار ყოფილა ანუ ერთი დღის და ერთი საღამოს თება ეს იყო მიზან მიმართული
ის ხო ქმედება ამ ადამიანების მიმართ. ეხლა ხალხო მეტი სიყალბე რა გინდა, ანუ მეტი სიფეიკე და მეტი სიყალბე რა გინდა. ხა თქვენ ვის გჯერათ რომ დიანას და თინათინს ძალიან აინტერესებთ გარეთ მაყურებელი არ მოტყუვდეს და გარეთ მაყურებელმა ფეიქ წყვილად არ მიიჩნიოს ჯავახა და მარიამი. ანუ ვის გჯერათ რომ მაგათ ადარდებთ გარეთ ადამიანები. თიკა დიდი მადლობა. ვის გჯერათ რომ მარიამის და ჯავახას ფეიკობა იმდენად ადარდებთ ეხლა მაგათ რომ გარეთ ბავშვები არ მოტყუვდნენ გარეთ ადამიანებმა შეცდომაში კაცო გარეთ ვინც არის იმან რაც უნდა იფიქროს მაყურებელმა უნდა ფეიქ წყვილს იფიქრებს უნდა რაც უნდა იფიქრებს ეს ადამიანები ხო არიან კარგად რატო ერევი რატო შეუვარდი ამ ჯავახას დიანა და რატო ეუბნები რომ არა შენ გინდა თუ არა მე მოგწონ ვარ და შენ გინდა თუ არა ჩვენ საჭმელად რო გავედითო თუ რაღაცა ლაივზე რო კონცერტები დადგეს თეკლა დიდი მადლობა გულისთვის და ასე შემდეგ ანუ სულ რომ მასე ყოფილიყო და დიანასთან ეფლირტავა ჯავახას დაუშვათ მე არ მგონია რომ ასე იყო მაგრამ დაუშვათ და ეფლირტავა ადამიანი ლაივზე იძახის რომ მარიამი მიყვარსო და ამ ლაივის მერე შეუარდა ოთახში იქ დასვა და გინდა თუ არა მე მოგწონვარო და გინდა თუ არა მე მეფლირტავე ოთმაში ყვავილი გამიკეთეო და რაღაცა თავზე რაღაცა დამოდგეო ხალხო აი წარმოუდგენელი იყო ეგ ჩემთვის ვის გჯერათ რომ მუზებს ძალიან ადარდებთ გარეთ რომ ბავშვები არიან რას იფიქრებენ და როგორ მოტყუდებიან ლელოს კლიკერები ეყოლებ ახლა დიასა იშოვა იმისთვის რომ მოიგოს ანუ ყველაფერზე წამსვლელი პირველ რიგში ეგ არის ხა შიგნითაც ხან ბონდო ისაქნა ხან რა ვიცი ვისარე ჩალიჩებოდა და ბოლოს ყველაზე ხელსაყრელი იშოვა დიასა რომელიც ცulis რომ რახანდიასა მოიგო ორჯერ მეც მომაგებინებსო და მოკლედ ძალიან შეხვედკილებულები არიან ფეიკები თუ არიან და გამორჩელის ხალხი ეგენი არიან ანკა ვიცი ამბობ არ ვიცი პაპავამ რა გააკეთა არ ვიცი დაწერ თუ რამე ახალი იცით ხალხო არ ვიცი მე ანკა არ დავკარგავთ შენ არი ნერვიულო არ დავკარგავთ მივხედავთ მაგოგოს ვოლკი როდის მოიგო დიასამ წინა სეზონები მოუგია რა ვიცი მე არ ვიყურებია მაგრამ მოგებულიაო და ანკა არსად არ დავკარგავთ მარიამ შენ არი ნერვიულო მარიამი იქნება კარგად მიხედილი ძალიან კარგად ძალიან მაგარი გოგო პირველ რიგში თავისი ხასიათით გვანცავა მე დიდი მადლობა ხალხო მარიამისგან რაც ვიცი არის ის რომ კი არაფერს გიმალავთ. ნუ ეხლა თუ მარიამი რაღაცას მეტყოდა რომ არ თქვაო, გასაგებია, მაგრამ ესეთი რაღაც არ ყოფილა. მარიამი არის ძალიან დასტრესილი. არაფერს არ იტყვებიან ხალხი ნუ გონიათ რომ ერთად არიან და ვითომ გაიბუტნენ თუ რაღაცა. არა, სინამდვილე რასაც კამერებში ხედავთ რომ ეს ადამიანი არის ნაწყენი და მეორე ადამიანთან არ არის იდეალური. ეგრეა რეალურადაც და თუ შერიგდებიან და მე მგონია რომ შერიგდებიან. ეხლა ჩემი ლელა ძალიან დიდი მადლობა. MD 18 წლის ბავშვო მაგ საქციელებს უწონებ არასწორია. მე რა იცი რა საქციელებს ვუწონებ.
ვუწონებ. ძალიან ბევრ საქციელს არ ვუწონებ, ახლა გეტყვით და უბრალოდ არასწორად მიმაჩნია ხალხი, აი ნახეთ მე რა მიმაჩნია, იცით არასწორად, ეხლა დავჯდე, გინდა მარიამი იყოს, გინდა რომელიმე სხვა ადამიანი და დავჯდე და ვაიმე ეხლა ამ ადამიანს როგორ შეეშალა ეს არასწორად გააკეთა და რა ვიცი ეხლა ხალხო აუთსაიდერი ადამიანი მხარდაჭერა ჭირდება და რა გავაკეთო ეხლა იმაზე რომ რა არასწორად გაიკეთა რა გააკეთა არასწორად მაგაზე ვილაპარაკო რა სიძახით ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ჩაინახეთ გახდილი რომ დადის ანკას მინდა ეხალხნო ესეთი რაღაცა ვუპასუხო ოღონ ხუმრობით არა და სერიოზულად ყველაფერს ურჩევნია ტანსაცმელი ჩაიცვი ნახევრად გახდილი რომ დადის ანკა მოდი ესეთი რაღაც ვთქვათ ვისაც რა უნდა იმას ჩაიცმებს მათ შორის შენს ჩვენ არ გითითებთ შენ რა ჩაიცვა და შესაბამისად შენ რო უთითებს ხვას მარიამს თუ ვიღაცას რა ჩაიცვას ეს ძალიან არასწორია ვინმე გთხოვა რჩება ჩაცმასთან დაკავშირებით არა ხო ადამიანი ჩაიცმევს ღია ტანსაცმელს თუ დახურულს თუ როგორ ტანსაცმელს ჩაიცმევს ეს არის ამ ადამიანის საქმე ანკას ვუპასუხე ხალხნო კი ლორენცოს უბრალოდ ესე აწყობდა და მაგიტო გააკეთა შესაბამისად მეგობრებო ქრისტინე აწ დაიფიცე არის ხალხო ქრისტინე რას ამბობს და ასე შემდეგ მოკლედ ვიღაცაზე მითითება რომ თქვა ესე გაიკეთოს ტუჩი ესე გაიკეთოს წამწამი ასე გაიკეთოს თუ როგორ გაიკეთოს ხო რა ვიცი წამწამები ქონდა მარიამს და მოიხსნა ეს წამწამი და ეხლა უფრო ლამაზია მე თუ მკითხავთ ვიღაცებს ეკონათ რომ მარიამი იყო თავიდან ბოლომდე გადაკეთებული და მე ბავშვობის ვიდეოები გავრცელდა სადაც ცხვირი, ტუჩი, თვალები, ყველაფერი ლამაზი აქვს და ხალხი მიხვდა თურმე არ ყოფილა გადაკეთებული. რომ ყოფილიყო რა ხალხნო. კი გეთანხმები მარიამს ახლა დაველაპარაკები აუცილებლად მებიდა რომ მარიამი გაამხნებოს ჯავახამ პირველ რიგში მეგობრებო, ეხლა წავალ მივხედავ საქმებს. მოკლედ ვამესიჯებთ მესიჯი იცით ხო, ჰაუსის ოფიციალური გვერდიდან უნდა შეხვიდეთ და იქიდან ამესიჯოთ. ყოველად წუთში ასევე 50 თეთრიანი ზარებით შეგიძლიათ უფასო ზარებით. მოკლედ როგორც თქვენ გაგეხარდებათ, თავარია რომ დღეს რომელ საათამდე დღეს ბოლომდე არის ვადა 11-ზე ხო იწყება ლაივი და სადღაც 12-მდე არის ხოლმე ვადა და მოკლედ აბა თქვენ იცით ანუ დღეს არის ახლა ყველაზე კრიტიკული მთელი ღამე უმესიჯე გუშინებეთი მაგარი გოგო ხარ ძალიან და ულამაზესი კატა ყავს ხო ძალიან საყვარელი მეგობრებო კატის ვიდეოებზე ესეთი რაღაცა მოხდა მე მგონია რომ ეს კატა არავის არაფერს არ უშვებს ხახნო ძალიან საყვარელი და რა ვიცი შვიდივით ყავს ეს კატა და ასე შემდეგ და მოკლედ კატის ვიდეოებზე ну ჰეითერებსაც გააჩნიათ ხალხო აი კატის ვიდეოებზე მიწერენ ხოლმე რომ რას გავს ნეტა მალე მოგიკვდეს და ასე შემდეგ ანუ აი ეს ადამიანები ხალხო საიდან მოდიან მარიამის ფან პეიჯები ძალიან ბევრია დიდი მადლობა ლილე ბროუს გამარჯობა ლილე ანუშკა შენ ვისაც გინდა იმას დაუმესიჯე კაცო ჩვენ ვისაც გვინდა ამ შემთხვევაში აქ არის მარიამის მხარდასაჭერი ლაივი და შესაბამისად ვუჭერთ მხარს ვაი ეს თიკარა ბოროტი რაღაც არის მეგორი კატებით ზულს ამას თან პატარა ბავშვი რა ვქნა უნდა დაუბლოკო ხალხნო ეს დიდი ხანი არ უბლოკავდი მაგრამ იმდენად კატები რა ხან ზულს უნდა დაუბლოკო всё და რომელია ოფიციალური გვერდიო ოფიციალური გვერდი არის Facebook-ზე ჰაუსი რუსთავი 2 ხო აი თიკა მეც დაუბლოკე და
უფასო ზარები მესენჯერიდან არის ყველა წუთში უფასო და ხალხო აი წარმოიდგინე ერთი გოგო არის ვარდისფერი გული და ვარდისფერი ყვავილი ქონდა და ძალიან ესე საყვარლად გამოიყურებოდა და ხალხო ჩემზე და მარიამზე ჰეითი ხო იყო და ეხლა თურმე გავიგე რომ კატებიც სულს და ჩემი ჰეითი კი ვაპატიე მაგრამ კატების ჰეითს მე ვერ ვაპატიებ აქ ვერც ძაღლებს მოკლედ ცხოველები ვისაც სულს კატები და ძაღლები რო სულს და უნდათ ეს კატა თუ რაღაცა მალე მოკვდეს შესაბამისად ესეთი ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ვერ გაჭაჭანდება მაგრამ საკუთარი თავი მაგრამ უარეს აკეთებსო ანუშკა ნახე კი თავიდან უჭერდი მხარს მარის იმიტომ რომ ცდილობს წარსული გამოასწოროს საკუთარი მაგრამ უარეს აკეთებს ანუშკა რა ვიცი წარსულის გამოსწორება ზოგადად ანუ ნახე ალბათ ანუშკას ვცემ ახლა პასუხს წარსულის გამოსწორებაში ალბათ გურიმ ანუ წარსულს ვერ შევცვლით მეგობრებო ესეთ რაღაცა ვიცით მაგრამ წარსულის გამოსწორებაში ალბათ რასაც შენ გულისხმობ არის ის რომ ნუ სავარაუდოდ არის ის რომ წარსულში ჩადენილი შეცდომები აღარ გავიმეოროთ ხო ალბათ მაგას გულისხმობ ანუ წარსულს ვერ შევცვლით ის მოხდა და ჩვენ ცხოვრებაში იქნება უბრალოდ ეხლა ჩვენ აწმყოში და მომავალში რაც შეგვიძლია არის ის რომ წარსულში რა შეცდომებიც გავაკეთეთ იგივე შეცდომები აღარ გავაკეთოთ ალბათ ამას ეძახი შენ წარსულის გამოსწორებას. ეხლა მე გეტყვი როგორც უფროსი ადამიანი ჩვენ არასდროს არ ვიცით გარედან ადამიანში წარსულში თუ ანუ ცხოვრების დეტალები ისე კარგად რომ ვინმეს რამე ვივუთითოთ. ეხლა რაღაცა ზოგადი წარმოდგენა ეხლა მე ბევრად მეტი ვიცი მარიამზე მაგრამ მეც კი ვერ ვიტყოდი რომ ცალსახად რომელიმე ქმედება იყო შეცდომა მოდი მარიამზე არ ვიტყვი და ნებისმიერ სხვა ადამიანზე ვიტყვი. ამ შემთხვევაში მარიამზე ბევრად მეტი ვიცი მე რაზეც რა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მისი პირადი ცხოვრება ექსი თუ რაღაცა არ არის არავისი საქმე. ეხლა რაც შეეხება მაგ თემას მე რასაც ვამბობ. არასდროს ხალხო არ გეგონოთ რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით ადამიანზე. არასდროს არ ვიცით ჩვენ ადამიანს დავუშვათ ის შეცდომა რომ ჩაიდინა რა მდგომარეობაში იყო რა ვითარებაში იყო რა მენტალური ფსიქოლოგიური თუ ფიზიკურში იყო ხო ვითარება ანუ არასდროს არ ვიცით ხალხო ეგ წარმოიდგინეთ რომ ის რასაც გარედან ხედავთ ის რასაც გარედან ამჩნევთ ერთია და რეალობა და შიგნიდან თვითონ ამ ადამიანის ცხოვრებაში რა ხდებოდა ეს არის სულ სხვა აი ახლა მე მარიამზე საერთოდ არ ვსაუბრობდი ხალხო ზოგადად ვამბობ ამიტომ აი აქედან მიჩითება რომ ვაიმე აი ესე კი არა ესე უნდა გაეკეთებინა წარსულში ხო საიდან ხალხო საიდან ანუ ჩემ რაღაცებზე ვერ ვამბობ ეგრე გადაჭრით რომ ესე კი არა ესე უნდა მეკნა მაგალითად მარტი პროფესიის არჩევა მაგალითად ხალხო აი ავიღოთ არც პირადი ურთიერთობა არც შეყვარებულები არაფერი ავიღოთ მოდი პროფესიის არჩევა პროფესიის არჩევის დროს დაუშვათ პირველი პროფესია რო ავირჩიე მე ვიყავი 16 წლის ამ დავამთავრე სკოლა და პირდაპირ გეტყვით რომ მე ჩამოყალიბებული თუ რა უნდა ვაკეთო დანარჩენი 10 5 20 წელი 16 წლის ადამიანმა არ ვიცოდი ანუ პროფესია რაც ავირჩიე 16 წლის ასაკში 5 წლის შევედი სკოლაში და ნუ 11 წელი იყო ჩემ დროს სწავლა და 16 წლის მოვჭი და არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა პროფესია უნდა ამერჩია მაგრამ იმ მომენტში ყველაზე შესაფერისი რაც იყო ის ავირჩიე ეს ნიშნავს რომ ეს შეცდომა დავუშვი აი მითხარით მაგალითად
რამდენად სწორია ხოლმე რაღაცების. ანუ მე რომ იმ ასაკში 16 წლის ასაკში არ ვიცოდი რა პროფესია მინდოდა, ეს შეცდომაა. აქედან იმის ახალი რომ მოდი ამაზე კი არა, ამაზე უნდა ჩამებარებინა, სწორი იქნებოდა. აი რანაირად იქნებოდა ეს სწორი ხახრო. ნახე, ეხლაც არ ვიცი დავუშვათ იქ 16 წლის რო ვიყავი, მე რა პროფესია უნდა ამერჩა და რაზე ჩამებარებინა, ეხლაც არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ ერთი ბაკალავრი რო დავამთავრე, მაგისტრატურაზე რო ჩავაბარე, მერე შემეცვალა ამ პროფესიისადმი ხედვა და მერე მივხვდი რომ თურმე საქართველოში განათლება მე რა პროფესიაც არ უნდა ამერჩა, არ იქნებოდა საინტერესო. მას შემდეგ რაც უკვე ერთი ბაკალავრი მორჩი, წავედი მაგისტრატურაზე, მე მაგისტრატურა იგივე პროფესიის მქონდა რატომღაც და მივხვდი რომ კაცო ბაკალავრი 4 წელი რო ვისწავლე, კიდე იგივე პროფესია რაღაცო ვისწავლო 2 წელი, მოდი მაგისტრატურას სხვა რაღაცას ავიღებ, სხვა რაღაცას ვნახავ და ასე შემდეგ. ხალხო, ეს არის ცხოვრებისეული პროცესი. ეხლა გეტყვით, მას შემდეგ რაც მაგალითად ფინანსისტი ხო ყველაზე ისეთი სფერო, სადაც მიჩნეულია რომ არის ყველაზე მყარი და ყველაზე სტატიკური და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ცვლილებებია მაგაშიც ხახნო და მას შემდეგ რაც ერთხელ ისწავლით, არ ნიშნავს რომ მაგალითად სწავლა მორჩით და სულ უნდა ისწავლო. ასე რომ ესეთი ცალსახა ხედვა მართლა არ არის. ეხლა წავედი ისევ გოგო მარ უნდა დალიოს მაგდენი გეთანხმები ლელუს ფან პეიჯ გეთანხმები. ბევრ რაღაცაში შეიძლება დაგეთანხმოთ ხალხნო, მაგრამ ერთი არის რომ სიტყვიერად რას ვიტყვით და მეორე არის რეალობაში რა ხდება ხოლმე და როგორ ხდება. მე ხა ჩემი აზრით მე მწეველი არ ვარ და სიგარეტი არ უნდა მოწიოს არავინ. ანუ ეგეთი შეხედული მაქვს. ვინმე მეტყვის რომ სწორი ვარ. ნახეთ, ვინმე მეტყვის რომ არა უნდა მოწიოს. აი ხა მითხარით ესეთი რაღაც. მე ვფიქრობ რომ სიგარეტი არ უნდა მოწიოს არავინ, იმიტომ რომ სიგარეტის მოწევა ცუდია. შხამავ შენ ორგანიზმს, მაგრამ ხალხნო, არის ვინმე ისეთი, რომელიც დავუშვათ ეგ არ იცის, რომ სიგარეტის მოწევა ცუდია და მავნე, მაგრამ რომელიმე მწეველი იცით რომ ეგ არ იცოდეს? სიგარეტის პარალელურად გეტყვით რომ დავუშვათ ყველა ჭარბწონიანმა ადამიანმა იცის რომ ცოტა უნდა ჭამოს, მაგრამ ყველა ახერხებს ამას, ესე რახან ვიცი საკმარისია, რახან ვიცი საკმარისია რომ ეს გავაკეთო. ყველა ჭარბწონიანმა ადამიანმა იცის რომ ცოტა უნდა ჭამოს, აბა რამდენი ახერხებს მაგას, ანუ ყველა ვერ ახერხებს. ხალხნო მარიამზე და ლორენცოზე ილაპარაკე, ხალხნო მარიამზე და ჯავახაძე დაშორდნენ თუ არა, შერიგდებიან თუ არა და ასე შემდეგ. მეგობრებო, წავედი ხლა მე ახლა უცებ შემოვედი თქვენთან სალაპარაკოთ, იმიტომ რომ მე დრო აღარ მექნება. შესაბამისად შევეცადე რომ მაქსიმალურად ყოფილიყავი კონტაქტური თქვენთან და მომეწოდებინა ჩემი ემოციები და ჩემი შეხედულებები. დაშორდებიან თუ არ დაშორდებიან, მეგობრებო, ჯავახას შეურიგდება თუ არა მარიამი, მე ვარ მარიამის გულშემატკივარი, ძალიან კარგად იცით. პოსტიც დავდე მარიამთან ერთად, მისი ნომერიც დავდე. ზადინა, ძალიან დიდი მადლობა. მარიამთან ერთად იქნება, ჯავახასთან ერთად იქნება თუ არა? ჯავახასთან ერთად იქნება გულშემატკივრობ, არ იქნება ჯავახასთან ერთად გულშემატკივრობ, მეგობრებო. ეს არის ჩემი შეხედულება და დიდი იმედი მაქვს, რომ დღესაც იქნება მარიამი ხალხის რჩეული. ანუ დღეს განსაკუთრებით ჭირდება ხალხმა. აი დღეს ჭირდება განსაკუთრებით. და მოკლედ მეგობრებო, ხა დაგეშვიდობებით, დიდი ხანი ვერ გავჩერდები თქვენთან, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი საქმე და აბა თქვენ იცით.
მყარ ხართ ყველანი.